მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი და მისი წამყვანი გოჩა კაპანაძე. როგორც ხედავ, უკვე ჩემი სტუმარი შესანიშნავი ქალბატონი უკვე სამზარეულოში უკვე დამხვდა. ეს მის ხასიათში არის შესანიშნავი ქალბატონი, პოეტი, პუბლიცისტი და დღეს უკვე თბილისის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი თინათი მღვდლიაშვილი. მივესალმოთ. თამუნა და ბატონი თეიმურაზ. ქალბატონი როგორ გზანდებით? მადლობთ, ხე როგორ გზანდებით? გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს და მიკროფონს მართლაც დაიმსახურეთ თქვენი მოღვაწეობით. ურმესი მადლობა, მთელი ცხოვრება მემსახურები საქართველოს და თბილისს. როგორი გზნობა იყო თბილისის საპატიო მოქალაქე? ძალიან მაგარი. მე სხვადასხვა ლექციისთვის თბილისი მაქვს ჯილდო მიღებული ადრე წლების წინ საკრებულომ დამაჯილდოვა. მაგრამ აი თბილისის საპატიო მოქალაქეობა მაინც სულ სხვა რამ არის და სხვადასხვა ჩემი მოწინააღმდეგე დღეს ვინც იქნება, მას აქვს დამსახურება ამაში და რატომ? იმიტომ რომ ანამ დაურეკა კონსტანტინე გამსახურდიას და უთხრა თინიკო არ უნდა იყოსო თბილისის საპატიო მოქალაქე და კონსტანტინე გამსახურდიამ შეიტანა განცხადება ჩემთან. ის არის რეკომენდატორი ესე იგი ერთ-ერთი. და ახლა მაშინ ხო და მზად ვარ დღეს დავმარცხდე. შემოვიყვანებ წინვალე ქალბატონი ანა ჯაბაური პროფესორი ტელეწამყვანი ექიმი და ულამაზესი ქალბატონი ხო როგორ ახლა ჩემო კარგო დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით თქვენ ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ თინათთან დუელი ქალბატონ თინათთან დუელი ეგრე ადვილი არ არის ძალიან ბევრი მამაკაცი დამარცხებულა მასთან დუელში და ჩემთვისაც პატივი იქნება დამარცხება არა ანასთან წინასწარ ვაცხადებ თავს დამარცხებულად მხარი მაქვს მოტეხილი ბატონო გოჩა და ისედაც ვერაფერს ვერ არაფერია ჩემო კარგო აქ ისეთი შებზარეულები ხავთ დავინახე ესეთი ფერწერული მაგი და გოგრა და რა ვიცი თემო ჯელმენია მოგეხმარება და მეც აქა ვარ ქალბატონ ანას კიდე წარუდგენ რომ ქალბატონი ანა იმის გარდა რომ არის მართლაც აი რომ მიჩერები ხარ არის ბატონი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე თელ ყველაფერ ამაზე თანდათანობით უკვე ჩვენ შევეცდებით რომ საინტერესო ისტორიები მოვყვეთ პირველ რიგში მე სანამ წარმოგიდგენდეთ სადავართ ჩვენ ვართ სამზარეულოში რა თქმა უნდა და ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები 20 წუთი არის ქალბატონ თინათი ჩვენი მომზადების დრო 20 წუთის განმავლობაში თუ ვერ ვასწრებთ 20 წუთის განმავლობაში აი წითელი თქვენ ახლა აღარ გინდათ პირდაპირ აჩვენ და დაარტყავს თემო ხელს და მაშინ უკვე შებზარეულები მოგეხმარებიან 2 წუთი დაგაკლდებათ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ 2 წუთი თქვენთვის არაფერი არის უკვე 2 წუთი არა 5 წუთი იქით გაძლევთ და კი ჩემთან სტუმრად მომზადეთ მე თავიდან და კიდევ ვიმეორებ ხარ მოტეხილი ვარ და პირდაპირ შეგიძლიათ დამამარცხოს. თემო გაკეთებ ჩვენ გვესაუბრეთ იმდენი საინტერესო, იმდენი საინტერესო. მე ლექსებს ისტორია თქვენ ცალკე მატიანე ხართ კიდე იმ 90-იანების და აი აქეთ. ამიტომ გჭირდებით თქვენ და ამიტომ მოგიყვანეთ რომ სამზარეულო დროებით გადავდოთ, თუმცა თავარი ჩვენი კერძის მომზადება. ჩემი ცხოვრება არის საინტერესო სადილი, ერთი დიდი სადილი. რას დაარქმევდით ამ სადილს? რომელი სადილის? ჩაკაფური. ჩაკაფური. ესე იგი გემრიელის ცხოვრება ქონიათ მაინც იმიტომ რომ თქვენ ესეთი ხართ ოპტიმისტი ხართ ცხოვრებით. გემრიელი. მანამდე სანამ დავიწყეთ ჩვენ პარტნიორს წარმოგდგენთ ეს არის კოკა-კოლა რომელიც წარმოდგენილია ჩვენთან როგორც კლასიკური ისე უშაქრო და რა თქმა უნდა კიდევ ახალი არის ალუბლით არის რომელიც გირჩევთ რომ აუცილებლად გასინჯოთ და ეს არ გაგვიშიცინია ძალიან საინტერესო ძალიან კარგი გემრიელია ჩვენ სანამ დავიწყებდეთ უნდა ვნახოთ რა არის ჩვენი თავარი ინგრედიენტი ამიტომ აი აქ არის ის დამალული მეც არ ვიცი გოგრა ჩემი საყვარელი საკვები მრავალფუნქციური ხილი ჯანსაღი დაბალკალორიული და სასარგებლო ჩვენი შეფები ძალიან გემრიელ ძალიან საინტერესო იმპროვიზაციას გააკეთებენ აი ამ გოგრისგან და დარწმუნებულად თქვენი ხელებით ეს ყველაფერი გოგრის სუპიც კეთდება როგორც ვიცი მე არ გამიკეთებია მაგრამ ფრანგებს უყვართ და არა მარტო ეხლა უკვე ქართველებსაც უყვართ რა ვიცი მე კახელი ვერ და სხვა სუპები მიჩემი დედოს პური თოშური ყველი და ასე შემდგომ კაი ხორცი თემო გავდეთ საუხსენით რას ვაკეთებ მომზადი? კი ბატონო. დღეს მომზადებთ გოგრის ფხალს ჭადის ჩიფსებით. ესე ვთქვათ. მწვანილეულობას გამოვიყენებთ. კაი სუნებია, პიტნაა ხო იქით?
პიტნაც პიტნა, გვაქვს. ქინძი, ოხრახუში. ოხრახუში, სუნელები საკმაზე გვექნება. ხილი თუ ნიგოზია. ნიგოზი გვექნება, ნიგოზი, კი. ლიმონი, ხახვი. ლიმონი სიმჟავიანობისთვის. ჭადის ფქვილი და წიწაკა. კი ბატონო, წიწაკა, ხახვი. აჰა. ნელა-ნელა შევუდგებით გაკეთებას. შეწვათ ეგ. ხო, ჩიპს გავაკეთებთ ესე ვთქვათ. ძალიან ხელჭაც საინტერესოა. გამოვაცხობთ. დღეს ჩვენ მოვამზადოთ რიზოტო, ესე იტალიური კერძი. დავახმაროთ გოგრა. შეიძლება ეს კერძი მომზადდეს მიდიებით, წყლის პროდუქტებით, ქათმით, სოკოთი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მხოლოდ გოგრა გამოვიყენოთ, გოგრის ბაზაზე მოვამზადოთ. მე მიყვარს ძალიან ქონდარი და ქონდარი მივაშველოთ. თეთრი ღვინო ინგრედიენტი, ანუ ამ კერძის ერთ-ერთი მთავარი და ესეთი გემოს გამაძლიერებელი ინგრედიენტია. გოგრის მარცვალიც გვაქვს მოხალული და სასიამოვნო პრეზენტაცია გავაკეთოთ და ნახოთ როგორი კოლაბორაცია გამოგვივა. ეს გოგრის სუპს და ფლავს მეც ვაკეთებდი, მაგრამ არა ქონდარით და არა ზუსტად ამ ინგრედიენტით. ნახოთ ახლა როგორი კომბინაცია იქნება. ზოგადად ქონდარი თეთრი ღვინო რასაც აქვს, ვახდენ თითქმის ყველა კერძს და ნახოთ როგორი იქნება. მიყვარს ფუსფუსი სამზარეულოში. იცით რა, თუ არა გაქვს მაგის დრო. დრო არა მაქვს ახლა, თორემ ფუსფუსებდი ადრე და ჯანსაღი საკვები მიყვარს განსაკუთრებით. კლასიკური გაგებით გურმანი არ ვარ, მაგრამ რაც ჯანსაღია, ყველაფერი მიყვარს. აქ მხოლოდ ჯანსაღი ინგრედიენტებს. და ბატონ ცოტნეს როგორი სამზარეულო უყურს. ბატონ ცოტნეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელი იყო გოგრის სუპი, რასაც ხშირად ვაკეთებდი და დღემდე ვაჭმევ. ძალიან კარგია. და ახლა კიდე სასარგებლოც არის და ახლა კიდე რაღაც ახალ ნიუანსებს შეიტანთ. დიახ, ძალიან საინტერესოა. მას ახლა წამზომი ჩაირთო და დავიწყოთ მომზადება. ერთი თავი ხახვი დავჭრათ და აი დანა მოირგეთ, ხო, შეიძლება თანაც წვრილად დავჭრათ და ნიორიც დავჭრათ, ხო? ამასობაში მე ტაფას ჩაგირთავთ, აი ასე, ხო? დიახ. მე ტაფას ჩაგირთავთ. ცხელი ტაფა დახვდეს ჩვენს პროდუქტებს, ხო? ამ კერძს ახასიათებს ესეთი პერიოდული დატენიანება უნდა ბრინჯს, რომ ზომიერად მოიხარშოს, ხო? რო არ ერთი პირდაპირ რაღაც რაოდენობა რო არ დავასხათ, რასაც შეიწევს თითო ჩამჩას მე დავამატებთ. ხახვი, ნიორი, ეს ჩართულია, ზეითუნის ზეთი გვინდა ტაფაზე, რომელიც აქ გაქვთ. ანა, კარაქი გვაქვს კიდე და კარაქი მერეც უნდა დავამატოთ და ეხლა დავამატოთ თუ შეიძლება, კი? ამითივე მოვჭრა. კი, ესე. როგორც სახში. აი ეს შვენიერი. კი. შვენიერი. ორი კბილი ნიორიც დავჭრათ. და ხახვი და ნიორი გავუშვათ მე ტაფაში. რაც შეიძლება წვრილად, თუმცა არა უშავს თუ რაღაც ერთად უნდა გავუშვათ. ერთად ხახვი და ნიორი ერთად. ხაბატონო თინა, ყველაზე საყვარელი არა, ყველაზე თავარი ლექსი თბილისზე თქვენი რომელი? თბილისი ჩემი ქალაქია, მართალია მე ქუთაისში დავიბადე, იმიტომ რომ ქუთაისელი ბზანდებით? არა, ქუთაისელი არა ვარ, თბილისელი ვარ, მაგრამ ქუთაისში დავიბადე. ეს უკვე ქუთაისელობა ძალიან, იმიტომ რომ ქუთაისელი ძალიან არა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ მამა ჩემი გახდათ სამხედრო და ქართული დივიზიის ოფიცერი იყო და იქ იდგა ეს დივიზია ქუთაისში. და სადაც არის მამაკაცი, მეუღლეც იქ არის და ოჯახი იქ არის და იქ შემენ შვილებიც, ასე რომ მე დავიბადე ქუთაისში და მოვინათე პეტრე პავლეს ეკლესიაში და მომნათლა იმბაში ჩამოწვნა, გაინათე ქუთათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელ ჩაჩანიძემ და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, იქვე ფუსფუსობდა ეს ბერი გაბრიელი. ეს ჩვენი წმინდა ბერი გაბრიელი. და აი ახლა ხან ხარი რომ მოვიტეხე სრულიად მარტო მე მარტო ხელა ვარ, როგორც ჩემი ლექსია, მარტო ხელა, მარტო სულ ხალბატონო. ამერიკულ სამავტყოფოში ვიწექი, უკვე ოპერაცია გაკეთებული მქონდა და ვფიქრობდი, რომ რა მეშველება მარტო ვარ, ვის სჭირდები დამტრეული, დალეწილი და წარმოიდგინეთ, უცბად თავს დამადგენ მონასტრიდან გამოგზავნილი მონაზვნები. იღუმენია ქეთევას, მინდა მადლობა გადაუხადო ამ გადაცემის სახელით, რომ გამოგზავნა თავისი მონასტრიდან მონაზვნები ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს და 2 თვე ნახევარი მონასტერი მივლიდა. 7 ხო, აი ხო გაგაჟრიალა. მამა გაბრიელმა და რომ ვიწექი იმ ოთახში, ჩემს თავთან უზარმაზარი ხატი იყო გაბრიელის და აი საქართველოში არიან კეთილი ადამიანები და არსებობენ ჩვენი მონასტრები და ეკლესიები, ეს არის სასწაული. აბა თბილისზე. რაც შეეხება თბილისს,
თბილისი არის ჩემთვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი თან მე პლეხანოველი ვარ ძველი პლეხანოველი ცოტა სხვადასხვაირები ვართ ეს ძველი უბნელები და თბილისი ლექსი მაქვს რომელსაც მე პრიზი მივიღე მაგრამ ჩემი აი დამოკიდებულება თბილისის მიმართ მაინც განსაკუთრებულად ჩანს აი ცნობილ ლექსში ჩემს ლექსში დავით მეფეს ასე ქვია იმ ლექსს რომელიც ასამთავრდება თბილისი მაინც ისევ თბილისობს გელათი ისევ ყვავის იბადებიან დღესაც ლეკვები სადიდ გორენი დავით აღმაშენებელო თბილის შემობრძანი თეთრი გიორგის მადლიც მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო დავით ეს ამღერებული ლექსი და თბილისთან დამოკიდებულება მაქვს ერთი კიდევ ცოტა ტრაგიკული არ ვიცი რამდენად შეიძლება ამის მოყოლა მაგრამ 1993 წელს მე რეპრესირებული გახდით დიდი ხნის მანძილზე და დამაპატიმრეს ჯერ ვიმყოფებოდი უშიშროების სამმართველოში შემდეგ პოლიციის ჩემივე რაიონის პოლიციის წინასწარი დაკავების და აუხსნათ რომ ეს არის პერიოდი როდესაც ბატონი ზვიადი და მე როგორც ბატონი ზვიადის თანამებრძოლი და საქართველოს პირველ პრეზიდენტია საუბარი ბატონეც გავხდი რეპრესირებული უფრო მეტიც მე ვიყავი დასახვრეტთა სიაში სადღაც 7-ში როგორც მითხრეს ჩემი თავი გადასცეს მხედრიონს და სამხედრო კომენდატურის ჰაუბვახტში ვიჯექი ერთ ღამეს გამომიყვანეს საქმიდან შუაღამეს მითხრეს რომ უკანასკნელად დავათვალიერებ თბილისს აი ნახეთ როგორ მეკუთვნის მე თბილისის მართლა საპატიო მოქალაქე და მე მახსოვს ეს მანქანა როგორ გამოვიდა კოლმეურნეობის მოედნიდან იქ იყო მაშინ ხო დიახ და მე მახსოვს გორგასალი მახსოვს მარჯვენა მხარეს რომ გავხედე საპატრიარქოს რეზიდენციას შემდეგ ორდაჭარის რაღაც ქუჩებში ავიარე და პირდაპირ ქართლის დედის ძეგლთან მიმიყვანა და ასე მითხრა აი შენი ქართლის დედაც აი ზუსტად აი დედის გინების ტოლფასზე რა ხო და მე თუ შემთხვევით მიყურებენ ის ადამიანები და ცოცხლები არიან და ალბათ არიან მე მათ პირადად არ ვერჩი მე არ ყოფილვარ მათი მტერი იმათ მიმტრეს მინდა მათ ვაუწყო რომ აი როდესაც ქართლის დედასთან მითხრეს აი შენი ქართლის დედაც ხო ზუსტადაც სადაც მიპირებდნენ მოკლას ან კვლელობის ინსცენირებას დიახ არა ეს უფრო იქნებოდა ინსცენირება არა იმის შემდეგ მე ბერიას დაჩაზე წამიყვანეს მაგრამ მე გადასვლა იყო მაგარი მე ქართლის დედა და ბერიას დაჩაზე მე იცით რა არის მე მაინც ცოცხალი ვარ ისევ თბილისში ვარ ისევ საპატიო მოქალაქე ხარ თუ თბილისის მკვდარია კი არა ცოცხალი ვარ და თბილისის საპატიო მოქალაქე ვარ ბრავო სანამ ეს იგრძნობს სად არის და სანამ დაიწყება თერმული დამუშავება გოგრად დავაბლენდეროთ არშიას ესეთი ტექნიკა გვაქვს ძალიან ისეთი ზომიერი და ძლავრი ამიტომ პიურე გოგრას აქვს თავისი ისეთი უხილავი ძაფები რაც შეიძლება მე არასასიამოვნო იყოს მირთმევის დროს და დაშლის ამ ყველაფერს და მოვათავსოთ ბლენდერში კი თავსახური მოვარგოთ კი და მე გადმოვიტანოთ ესეთი ოჯახისთვის სახლისთვის ძალიან ზომიერი და ძალიან ესეთი მოსახერხებელი ტექნიკა ანა ფუსფუსებს მომეწონა ძალიან ეყოფა ეს კი ეყოფა აბა ხალხთან ანა როგორ არის ცოტნე პირველ რიგში ეს მაინტერესებს ცოტნე უკეთესად არის ცოტათი როგორ აგვაქვს იცით ერთი ნაბიჯი უკან ორი ნაბიჯი წინ ერთი ნაბიჯი უკან აქვს რა თქმა უნდა თავისი გართულებებიც და წინსვლაც მაგრამ წინსვლა ჭარბობს საბედნიეროდ და რაც მთავარი არის იმედიც გვაქვს და რასაც უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე გადავყავართ ყოველ წელიწად ჩამოყვავს გერმანელი პროფესორები და ეხლა გვყავდნენ მაისში ჩამოყვანილები და დასახეს გეგმა უკვე ის მერე რა უნდა გავაკეთოთ და უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი იმიტომ რომ თვითონ აღნიშნეს მე იმდენად ვერ ვატყობ ყოველდღე რომ მასთან რომ დიდი ნახტომი აქვს ცოტნეს განვითარებაში და ბევრად უკეთესად არის ამიტომ ეხლა სერიოზული გეგმები გვაქვს და გარდა ამისა პირობა მოგცეს რომ იმდენი რამე ექსპერიმენტშიც ასეთ პაციენტებზე ჩაშვებული უკვე რომ აი უახლოეს 60 წელიწადში რევოლუცია მოხდება ამ
სფეროშიო მითხრეს და მინიმუმ 40%-ით ცოტნეს აქ შანსი რომ გამომჯობესდეს. ძალიან აი ხა თვალებში გიყურებთ და ამას ყვებითად თვალები გიცრემლადება და თან გიცინით. აი ეს არის ვის არა თუნდაც თქვენ უნდა სიყვარული რა არის. რადგან ქალბატონი თინათინი დღეს არის ფაქტობრივად მთავარი ფიგურა აქ, მე მინდა ერთი რამე თქვენის ნებართვით დავამატო. ქალბატონი თინათინი გარდა იმისა, რომ არის პოეტი, არის ფერმწერი, არის საზოგადო მოღვაწე, არის არაჩვეულებრივი ქალბატონი და მან თავისი ცხოვრება, ხელოვნებას შესწირა, თავისი მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამშობლოს. ერთი რამე უნდა აღვნიშნო ქალბატონმა თინათინმა, თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარული შესწირა სამშობლოს და სამართლიანობას. როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, ეს უსამართლო ომი კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ქალბატონი თინათინა მისი ცხოვრების სიყვარული, მისი მეუღლე აღმოჩნდნენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს და ქალბატონმა თინათინმა სამართლიანობა და სამშობლო ამჯობინა სიყვარულს. აი ეს ამბავი უნდა ითქვას. ეს არის ფილმის სიუჟეტია და პიესის სიუჟეტია და დიდი რომანის სიუჟეტია, როცა ესეთი ისტორია ხარ, რაც თქვენ ბრძანეთ, არ ვიცოდი და არ ვიცი, ეს რამდენად ხდება ხოლმე ცხოვრებაში პირველად. ეს არჩევანი, ხო, არჩევანი. არასოდეს არ გინანიათ ეს არჩევანი? არა, და სხვათა შორის მე მაშინ პერიოდში ჩვენ გქონდა ბრძოლა, რა თქმა უნდა, ხო? და მე ვუთხარი, რომ მაშინ მეთქი, მოდი მოვილაპარაკოთ მეთქი რა, ეს პირდაპირ გახსნათ. თუ აპირებ ამ გზაზე წასვლას, მე ვუთხარი, მოდი შედევენა დავშორეთ ერთმანეთს და გამიშვი მეთქი, რომ უფრო თავისუფლად ვიმოძრაო მეთქი. იმიტომ რომ მაინც მზღუდავდა, მე სულ ვიპარებოდი მიტინგებზე და პატარა ბავშვი ხო არ ვიყავი და სულ ვიპარებოდი. რამდენი წელი ბრძანდებოდი? ყოველ შემთხვევაში ყველა უბედურება რომ დამატყვა თავს ერთად ეს უკვე 33 წლის ვიყავი და იქამდე წლების მანძილზე ვიბრძოდით. მაგრამ მითხრა არაო, იმიტომ რომ ბოლომდე ეტყობა გადაწყვეტილი არ ქონდა. ისიც რა თამასა იყო ძალიან მაღლა. სამშობლოს მე ყველაფერი შევწირი აბსოლუტურად და სიმართლე გითხრათ არაფერს არ ვნანობ. ხელახლა რომ დავიწყო ცხოვრება, გავლულიდი იგივე გზას. აი ძალიან მაგარი იყო. გოლგოთას გზა იყო. ურთულესი იყო, მაგრამ იცით რა არის? აი ვიდრე მე აი ამ საპატიო მოქალაქეობას მომანიჭებდნენ, მაქვს მე რაღაც პრემიები მიღებული, რაღაც წარმატებები, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი ქალბატონი ბრძანდებით, ვინც ზვიად გამსახურდიას პრემიის ლაურეატი ბრძანდა. დიახ, მე პოეზიაში მე მაქვს გამწერლობაში, პოეზიაში მე მაქვს მარტო გამსახურდიას პრემია, მაგრამ მე მაქვს კიდევ აი იცით რა, ერთი დიდი საჩუქარი ღვთისგან, რომ როდესაც ბატონ ზვიადს გრძალავდით გროზნოში, ხომ? იქ წარმოიშვა ესეთი აზრი, რომ ქალებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს მაშინ ეროვნულ გამანტაისხელ მოძრაობაში და 4 ქალი შეარჩიეს, ვის დადგებოდა საპატიო ყარაულში. და მე ვიყავი ერთ-ერთი წინ ვიდექი, ესე იგი რამდენიმე წუთი მომიწია ბატონი ზვიადის ყარაულში დგომამ. ეს იყო იცით რა ჩემთვის, ეს იყო საოცრებაზე უფრო მაღლა რაღაც წუთები ამაღლებული, რაც უზარმაზარი. ჩემი თვალით ამყავს ნანახი ჯოხარ დუდაევი, მეცნ ვაჩვქენ წიგნი. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ზვიად გამსახურდეს შევწირე ცხოვრება, ანუ სიმართლე, სამართალს, გესმით? მეტი არაფერი, ძალიან მარტივად. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი ცდუნებები იქნებოდა. ცდუნებები როგორ არის? რას გთავაზობდნენ ისეც, რომ შეიძლებოდა უარი გეთქვათ? აი თქვენ უნდა წამს. აი 92 წლიდან ჯოხით ვერავინ გავმაგდებოდა პარლამენტის შენობიდან, ისე უნდათ გამხდარიყავი პარლამენტარი. და მე აი ესე პირდაპირ როგორ გითხრათ, აი ესე პირდაპირ ვერავინ ვერც მიბედავდა, რა ტიპაჟი ვარ ისეთი, გესმით და კახელი ვარ და ჯიუტი პირველ ჩვენებაზე რომ დავდექ. ხო, მაგრამ იყო ესეთი მაგალითად ერთხელ არასოდეს არ მithქვას. პირველად ვამბობ, მითხრეს, რომ გროზნიდან მოვიდა ასეთი ინფორმაცია, ზვიად გამსახურდია თქვაო, რომ მე ხალხი მჭირდებაო, ესე იგი პარლამენტში, აღარ მახსოვს იმედის არჩევნები თუ რაღაც არჩევნები ერქვა, აღარ მახსოვს, ხო და ვითომ ესე იგი იყო რაღაც სია, რომელიც ბატონ ზვიადს სჭირდებოდა, რომ მიგვეღო არჩევნები და შევსულიყავით პარლამენტში, ვითომ იქ ვიყავი მეც.
დედა მე უთხარ მე არა შემიძლია მე არც ქვებს არც აგურებს არაფერს არ ვიხრი აღარც კენჭებს არაფერს დავანებეთ თავი არ არსებ ხო აი ეს სხვადასხვა მე შემიქმნეს პირობები ცუდი მდგომარეობა მატერიალური ჩემს ლექსებზე დაწერილი სიმღერები ჟღერდა ჩემი სახელი და გვარი არ მარტო არ აცხადებდნენ აი ძალიან დიდ კონცერტებში ამოჭრილია და გაფუჭებულია აი პირებს რატო აფუჭებდნენ არ ვიცი ძალიან ბევრი რამ მე ეს საყოფა ცხოვრება მდგომარეობა არასოდეს არ მქონია ჰონორარი რა იყო მე არ ვიცოდი საერთოდ თუმეტეს არც საპენსიო ასაკი არ მქონდა არ მყავდა მეუღლე არც მეგობარი მამაკაცი მარტო ხელა მარტო რაღაცნაირად ეს გზა ავირჩიე მე ავირჩიე გზა ეკლიანი შემოვიხვიე ლექსის მანტია მე საქართველოს გავუმიჯნურდე შევთავაზე რაც მაბადია აი ჩემი ერთ-ერთი ლექსიდან და აი უფრო მოკლედ გიპასუხებ მარტო ხელა მარტო სულ ქალბატონო შესანიშნავად მღერიან პირველ შესრულებას რა გზნობა იყო პირველად რომ მოისმინეთ აი ეს მე ერთად გეტყვით რომ ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო ეს კიდევ ქალბატონ ზეინა ამბობდა რომ ჩემთვის არის მოძნილიო თავიდან წინდა რომ ზეინა ბოცვაძე სხვები იყვნენ კიდე რომ ამბობდნენ რომ ეს ჩემია ეს თავიდან ვერ ვიგებდი ამას რომ მე ვფიქრობდი ხო და მე მივხვდი რომ რატომაც არა იმიტომ რომ მათგან მაშინ დებდა თავის ჩემი სკოლის მასწავლებელი ქართული ენის მასწავლებელი ამბობდა დამარხე თავს იმერო თამა თუ კი ვინმე მარტო ხელა იყო მაგრამ მარტო ხელებს არ უყვართ იცით ქალი საერთოდ ზოგადად როდესაც მამაკაცთან ნახავენ ყველა ქალი არის ან იყო ან იქნება მამაკაცთან ურთიერთობაში ხო რაღაც მომენტში ხშირად იგზობს თავს მაგ მდგომარეობაში მარტო სულად ასე რომ ეს ყველა საყვარელია და ეს სიმღერა როგორ იყო იცით მაცაცო მიმიწვია თავის სახში კარგი იმერულ კარგი ხაჭაპურიძის ეთერ კაკულიაც იქ იყო და ეთერი მითხარო ერთ-ერთი კაი სიყვარულზე დამიწერეო თორე ქართლის დედასავით მიყურებენო უკვე და აღარ შემიძლიაო აი ახლა კიდე ქალბატონ ანასთან გადავთვალ აი როგორ მოგხევ თქვენ შესახებ ბავშვობაზე სად როგორ ეს გვარი საიდ ესეთი გვარია ჯაბაური ძალიან ესეთი თის გავიდეთ რეკლამაზე და აი ამ შემდგომ ამ კითხვით შემოვალ ისევ თქვენთან. მანამდე კიდევ შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი არის Arshia, გერმანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც უკვე 24 წელი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის წვრილ საყოფაცხოვრებლო ტექნიკასა და ჭურჭელს. ბრენდი 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოში. რეკლამა კულინარიულ დუელში. ბაბდონანა, ძალიან მაინტერესებს თქვენი ბავშვობა, გვარი, თუ ესეთი გვარია, მთიულ და თქვა გარეგნობაში როგორი თვალების ისა გაქვთ, აი ცეცხლი. საიდან არის თქვენი გვარი? ჩვენი გვარი რამდენიმე საუკუნის წინ ყოფილა შატილიდან ჯალაბაურები ყოფილვართ, შემდეგ ეს ჯალაბაურები რამდენიმე გვარად დაიყვნენ და ერთ-ერთი იყო ჯაბაური, რომელიც გუდამაყარში წამოვიდა. შემდეგ ჯაბაურების ნაწილი გადავიდა მთების სხვადასხვა რაიონებში, მათ შორის ქსნის ხეობაშიც. ვართ ესე იგი მთიულები, რომელთა წინაპრები იყვნენ შატილიდან. შატილიონი, ასე იცვენიებით ალბათ. ერეკლე მეფის კარზე კიდე ჩვენმა იურისტმა აღმოაჩინა ისტორიული დოკუმენტები, სადაც არის ფუნქციონერი, ასე თქვა, თანამდებობის პირ ერთ-ერთი გიორგი ჯაბაური და ჩემი პაპის მამის სახელობის ქუჩა, ასევე გიორგი, თორემ ეს სხვა გიორგი ალბათ მისი შვილი. სვანეთის უბანში დღესაც არის ჯაბაურის სახელობის ქუჩა, რომელიც იყო ჩემი პაპის მამა, ჩიხიც და შესახვევიც. აი თიულები და ხასიათისთვისებები თუ გაქვს. კი, როგორ არა. ხო, აი ძალიან მაგარია კლდესავით ხალია. გავდოთინა ამის ქალიშვილი შესანიშნავი გოგონა, რომელიც ჩვენ თეატრალური დაამთავრა, წინვალე გოგონა. როგორ უყარხართ ჩემ გოგონას. ერთხელ მახსოვს ბავშვობაში წავიკითხე დახასიათება მთიულების და მოხევების. ვაშკაცი ეწერა მთიულებზე ვაშკაცები, ერთგულები, მაგრამ ცოტა ბრიყვებია და ხევსურებზე ეწერა ყველაფერი იგივე გარდა ბრიყვებისაო. ესე იგი ორივეა შეერთებული. აი ექიმ მომამდე როგორ მივედი? და თქვენი გარეგნობის გოგონა
აი ხა ქალაქში წარმომიდგენია, აი ესეთი გოგო რო გამოვიდოდა იმ პერიოდში, ალბათ მთელი ნახევარი თბილისი იქნებოდა თქვენზე შეყვარები და უცებ. ექიმობა, იქ რაღაც ფონედესკოპი, უნდა შეხვიდე თეთრი ხალათი. და ინსტიტუტი ალბათ კიდე უამრავი გულშემატკივარი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა. მალე გავთხოვდი სამწუხაროდ. ფეხის ხმას ავყევი, აი მოდას ავყევი, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რო გითხრათ რომ მოწოდებით გავხდი ექიმი, არა თავიდან, დედაჩემის მხრიდან ყველა ნათესავი გამონაკლისის გარეშე ექიმები მყავდა და დედაჩემს უნდოდა ძალიან, თან მე ოქროს medalზე დავამთავრე და მაშინ ითვლებოდა რომ ავტომატურად ხო, სამწუხაროდ 16 წლის ამ დავამთავრე და მაშინ ჩამოყალიბებული პიროვნება არ ხარო განსაკუთრებით, მაგრამ მე რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა ეს პროფესია, ეხლა ძალიან მიყვარს და ვარ ყველაზე რომანტიული ორგანოს ექიმი, გულის ექიმი. გულის ამბავი, რომელიც მე სიყვარულში გადავიდა, აი რა ხდებოდა, აი რა. ცოტნეს გული როგორ მოიგო, ხო? აბა, გულის ექიმმა. დასტაკარო ძალიან კარგი ქართული სიტყვაა. სხვათა შორის ამ პროცესში ცოტნემ ჩემი პროფესია გამოიყენა. ჩემთან მოვიდა ვითომ როგორც პაციენტი და გამესინჯა გაცნობის მერე. მაგრამ არ აღმოაჩნდა გულის დაავადება. პირბინა კიდევაც მახსოვს დატვირთვის ტესტიც გაიკეთა, ჰოტერის აპარატიც დაიკიდა, ყველანაირად თავი გამოიყრია, რომ ბევრჯერ მოსულიყო. აი ეს პერიოდი რომანტიული გადაიზარდა მე რომანტიზმში უკვე რაღაცები გაჩნდა უკვე ხვდებით რომ მოწონხართ. რა თქმა უნდა, მიწერმოწერა გქონდა, მე მოვიდა, მე პირველი პაემანი შედგა, მე არ მომეწონა, მე 5 თვე აღარ შევხვდი და საბოლოოდ მაინც მომხილვა. აბა თქვენთან როგორ არის? კავდოთინათი საქმე, რას ვაკეთებთ ახლა იქ? მუშაობთ? ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ და მე ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებ ამ საქმეს. სუნები ისეთი დადგა უკვე სამზარეულოში. ახლა პიტნა, კინძი, ნიგოზი რა ვიცი, რა кай სუნია რა. გავდადიათ. აი ხა ჭადუნები კიდე იქ არის. აი თქვენ ისე დაალაგეთ ეს ფერთა გამა. და გადავიდეთ თქვენ მხატვრობაზე. არავის არ უსწავლებთ თქვენთვის მხატვრობა. აი როგორ მოვიდა? არა, მხატვრობა როგორ მოვიდა და აი ჩემს იმ მოღალატე მეუღლეს უნდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ ის მისი ბრალია. მან კი არ მასწავლა რაიმე. ჩემს გარშემო მხატვარი ბრძანდებოდა? მხატვარი ბრძანდებოდა და მართალია ჩვენს გარშემოს უტრიალებდნენ მისი მეგობრები, სამეგობრო მხატვრები, მაგრამ მე არაფერი არ მასწავლა და არც იყო საჭირო, იმიტომ რომ თავარი იყო ის, რომ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა საღებავები. და ჩემი მეგობარი იყო მხატვარი მარინა უჯმაჯურიძე, სხვა ძალიან კაი მხატვარი და ის მეუბნებოდა ხოლმე, შენ ფერში აზროვნებო და არ შეიძლება რომ არ ხატავდეო. და დამიჯდა წინ და მითხრა, აბა დამხატეოდე და გული გამისდა. წარმოიდგინე, ჩემს სახლში იმყოფებოდა მხატვარი ნიშა იაშვილი, ქეთი ახობაძე ხელოვნებაცოდნე, ჩემი ქმარი, გამიკრეს იქ ქაღალდი, რაღაც დამიდეს და მეუბნება დამხატეო. და აკვარელები ხატად, მე შეურე რაღაც სხვა საღებავები. ხო და მეთქი, როგორ დავხატო კარგია. და ჩარჩოშია ჩასმული, ანუ იმას ნიშნავს, რომ მარინა დავხატე, ნამდვილად რომ შეხედავდით, იცნობდით. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ვიზამდები. და ეს მოვიწამლე ამით და ესე იგი ხელიდან ვერავინ ვერ მაგდებინებდა ფუნჩს, სულ ხატავდი და 1 წლის თავზე გამომწევია მერანს თუ გახსოვთ პირველ სართულზე ქონდა საგამოფენო დარბაზი. აი რომ მაშინ თქვენს რომ კოსმონავტის გული აქვს, ისეთი გლეშოსო პერსონალური გამოფენა წარმოიდგინე. ძალიან ბევრი ისინი მაქვს პრიზები მიღებული, როგორც თვითნასწავლ მხატვარს, მაგრამ შემდეგ ერთმა ცნობილმა მხატვარმა გამიწია რეკომენდაცია მხატვართა კავშირში, რომ ასე მხატვართა კავშირის წევრი ვარ. და კურიოზი ჩემს ცხოვრებაში ისეთ რა არის, მე არა ვარ მწერალთა კავშირის წევრი. არ შევედი მწერალთა კავშირში სრულიად. არა, უკვე შეგნებულად. და მომწონს ეს, იმიტომ რომ მე ყოველთვის რაღაც უცნაური, ყველაფერი ყოველთვის უცნაურობაში, რაღაც მოულოდნელად, ხანდახან ძალიან სწორ ადგილას აღმოჩნდები ხოლმე. სწორ დროს, აი მაგალითად 25 თებერვალს აღმოჩნდი უნივერსიტეტის ბაღში მერვე პოლკის ვიყავით გარშემორტყმულები, ჩვენ დარბევას აპირებდნენ და ჩახოცვას ვარაზის ტყეში. ეს ვამბობ 1999 წლის 25 თებერვალს. ეს იყო ძალიან სახიფათო მიტინგი და იქ წავიდე დავით მეფე და იქიდან გამისნო ხალხმა. აი გამიმართლა სწორ ადგილას ვიდექი. ხო, მაგრამ ხო არის ესეთი შემთხვევები, რომ რაც არასწორ ადგილზე მოხვდები, ან ისე რა. აი როგორი ხასიათი გაქვთ?
მე რთული თუ წინააღმდეგობებით ავსე და ასე შემდეგ. მე მაქვს პრინციპული. მე ვარ პრინციპული, დიახ. რთული ხასიათი მაქვს. მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზიები. აი იმიცით რა ცხოვრების მიმართ, ვიღაც ქცევების მიმართ, ძალიან იშვიათად მომწონს ვინმე. იმტევებელი ბრძანდები. მიმტევებელი ვარ და ხანდახან მეტისმეტად ხო, იმიტომ რომ გული მაქვს, იცით, გულჩვილი ვარ, როგორ იცით, აი გამამწარებს ვიღაცა ვაწყენებს, რომ შეიძლება რომ სიკვდილის ღირს იყოს ჩემგან, მაგრამ საკმარისია რომ აი უბრალოდ მაგზნობინოს, რომ ან ნანობს, ან რა, მაშინვე მილბება გული. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ მე მაქვს გემოვნება. კი, ესმის. პრეტენზიებში აი ეს ვიგულისხმენ ზუსტად მე მაქვს გემოვნება. ესეთი ზემოდან ყურება საზოგადოებრივ. გულწრფელად ვამბობ, რა მაქვს გემოვნება. არ მიყვარს პრეტენზიული უნიჭოები, რომლებიც აი ძალიან ბევრნი არიან, გესმით? და იმის გამო, რომ მე არ შემიძლია უნიჭობას ტაში დაუკრა, წინთ არ დავასახელებ ძალიან ცნობილ რეჟისორს, რომელმაც ერთხელ დიდი სამით მიმიწვია თავის სპექტაკლზე და ტაშით რო ანგინგრა დარბაზი და ვზივარ მე ესეთი გაბრაზებული, გამწარებული და მოვიდა და დამხედა და მეუბნება და სატო არ უკრავ მე. ამას დაუკრავ ტაშმეთი. ხო და რა თქმა უნდა გამებუტა, გესმით? ხო და ნუ გამებუტა და ისტორია იყო, იმიტომ რომ მისი სპექტაკლი იყო, მაგრამ ჩემთვის იყო სრულიად მიუღებელი პიესაც, ყველაფერი მიუღებელი იყო. ამიტომ ჩემს ხშირად დავამბე რომ მე ვარ ამპარტავანი, რომ არავინ არ მომწონს, რომ არავისი არაფერი არ მომწონს, ძალიან ტყვილი. თუ ნიჭიერი ადამიანის, კარგი გაკეთებული, ან ნახატი დავინახე, ან კარგი ლექსი წავიკითხე, ან კარგი სპექტაკლი ვნახე, ან კარგად აშენებული შენობა ვნახე, ეჭვიც არ შეგეპაროთ პირველი მე დაუკრავ ტაშს და მე ვიცი რომ თქვენ ხშირად კომპოზიტორებს ტელეფონით კარნახობთ. ადრე კარნახობდით. კარნახობდით. ყველაზე ადვილი კომპოზიტორი რომელი შეხვდათ ესეთი, აი რომ მოყვებოდათ მუშაობაში. არა, იცით როგორ იყო ტელეფონზე მე არ ვიყავდი რა ჩემი ლექსი და არა, პირიქით. ხდებოდა რომ ისე რომ პროცესს მუშაობაში ყოფილა ესე შემთხვევა მათაცოსთან მქონდა ორჯერ ძალიან გაგვიმართლა, ორჯერ ძალიან კარგი სიმღერა შეიქმნა. ეს არის ერთი არის მარტოხელა მარტოსულ ხალბატონო სხვათა შორის ხმალი ავლესოთ ქართველებოც გოგი დოლიძე რომ იმღერა ასევე იყო ილოკევლიშვილმა შეურჩია ეს ზურაბ მჟავიას ხო იცით მეგობრები იყვნენ და იმან წაიკითხა გაზეთში და ზურამ არც მიაქცია ყურადღება იმან გადაუდა თუმე გაზეთი წაიკითხეო ეს წაიკითხეო ჩვენ რამდენიმე ძალიან მაგარი სიმღერას მოუბრუნდი ხა კაპტონთან მივა იმდენია სალაპარაკო ანა ხარ ლამაზი ოი მადლობთ არც ისე არა ფაქტია ხართ ქალი შემდგარი ქალი და ხართ ძალიან ერთგული აი ოცნება იმის გარდა ხა ვიცი რა ოცნებაც აქვს ამის გარდა აი სურვილები რა აქვს ავარი ვიცი ცოტნეს ფეხზე დადგეს და ასე შეეს ვიცი დადგომა პირველ რიგში ჯანმრთელობა კარგად ყოფნა შვიდობა არაფერი განსაკუთრებული აი მატერიალური სურვილები საერთოდ აღარ გამოჩნდა. როცა ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, არის შემდგარი და უცებ ესეთი დიდი ტრაგედია ემართება, რაც ცოტნეს დაემართა. ეს რა იყო შენთვის? რაღაც ნიშანი იყო, რა იყო შენთვის პირველი რაც? დაფიქრებაც ვერ მოვასწარი. მეკითხებიან ხოლმე, რომ რამ მოგცა ძალა და რამ გადაგაწყვეტინა. მე სამი სამსახური მქონდა, სამივე ერთმანეთზე უკეთესები და ერთ წამში დავტოვე სამივე და გავყევი ცოტნეს წელიწადნახევარი პალატაში ვიცხოვრე. და რომ მეუბნებიან რატო ქენ, არ ვიცი რატო ქენ, სხვანაირად არ შემეძლო. ეს არის ჩემი პასუხი. სხვანაირად არ შემეძლო. ეს არის ჭეშმარიტი პასუხი და მეც სხვას არც ველოდებოდი. ბედნიერი ხარ, ბედნიერი ადამიანი ხარ, შეგიძლია აი ესე თამამად, ესე დიდ სიყვარულს, ესე, მოდი ესე ვთქვათ, ემსახურო არა, შენია. ამ ესე ცხოვრობდა, სხვანაირად არ შეგიძლია. ხო, სხვანაირად არ. კარგი. მაშინ ცოტნეს რა მუსიკა უყვარს? ცოტნეს უყვარს კლასიკური მუსიკა ყველაზე ძალიან და მათ შორის ვაგნერი უყვარს განსაკუთრებით. ბატონ კონსტანტინედანაც მოდის და ბატონ ზვიადისგან გერმანული კულტურა ხო მათ ოჯახში? ცოტნე ესეთი ისტორია მომიყვა, რომ სახლში პატარები რო იყვნენ, ყავდათ ეზოში იხვები, თუ პატარა იხვები. და ხშირად ზვიად გამსახურდია თავდა კლასიკურ მუსიკას
და ეს იხვები დაინტერესებული იყვნენ მხოლოდ ბახის მუსიკით. როგორც კი ბახს ჩავრთავდითო, გაჩერდებოდნენო? მოვიდოდნენ ფანჯარასთან გასუსულები უსმენდნენ რომ მხოლოდ ბახზე. ხედავ როგორ მუსიკალური იხვებია. ისტორიებს თუ გიყვებოდოთ და გიყვება. როგორ არა, ძალიან ბევრ ამას მიყვებოდა ცოტნე და ეხლა გვაქვს არავერბალური კონტაქტი, უფრო ღრმა რა თქმა უნდა. დიახ, უფრო სხვანაირი, მაგრამ ისტორიებს ვეღარ მიყვება. ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგიწია რა, ურთიერთობაში, რეაბილიტაციის პერიოდში, მერეს ყველაფერი როგორ ფიზიკურადაც ძალიან ძნელი იქნებოდა შენთვის ეს ყველაფერი. წარმოგიდგენია წელიწად ნახევარი პალატაში ცხოვრო და იყო თვეების განმავლობაში თან ჩვენ ხო კოვიდი დაგვემთხვა, როცა პალატიდან ფეხის გამოდგმა არ შემეწვა და ერთ პატარა ოთახში და იცი ყველაფერი რა არის. დიახ, გართული იყო რა თქმა უნდა. ეს კოვიდიც ძალიან ცუდ დროს დაგვემთხვა, ჩავიკეტეთ წელიწად ნახევარი ვიყავით ჰოსპიტალებში ცხოვრობდით. მარტო რაც რა თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი არც ესეთი პაციენტისთვის, იმიტომ რომ ჰოსპიტალური ინფექციები დღეს არის მთავარი გამოწვევა მედიცინის. მთავარი გამოწვევა. არ თქვას არავინ რომ ეს საქართველოს პრობლემაა, იმიტომ რომ თურქეთის და გერმანიის კლინიკებიდან 5 ყველაზე მძიმე ჰოსპიტალური ინფექცია წამოვიღეს. იუმორში როგორ არცო? ძალიან კაი იუმორია. კარგი იუმორი. იმიტომ რომ ქალებს უყვართ იუმორი, კაცებს რო აქვს და ალბათ ეგეც მოხიბლად და დარწმუნებული ვარ ყველაფერთან ერთად. რომანტიკული არის? ძალიან. ძალიან. რომანტიკულიც არის და ზუსტად იმიტომ დავიწუნე თავიდან რომ პირველი პაემანი არ გქონდა რომანტიული. პირველ პაემანზე წამიყვანა წყაროზე. იყო იანვარი, ყინავდა, წყაროზე წელზევით გაიხადა და ცივი წყლის დასხმა დაიწყო და თან მეუბნება რომ შენც და მასხი მოდი შენც და მასხი დავიფიქრეს რა პაემანი მაქვს. კაც ზურგსბან იანვარში სიცივეში. თავი როგორია? თავსაწონებდა ალბათ არა? როგორი ვაშკაცი და აი რა მაგარი ვარ. მიდი აქ დამასხი. ეს ნორმალურია საერთოდ რასაკეთებს. მე 5 თვე აღარ შევხვდი და ბევრჯერ ეცადა არ შევხვდი. ბრაზობდა რომ რატო დაგირეკენეთ არას გეხოცები აღარ დაგირეკავ მეორეჯერ ჩემი ბრალია რა შეგეხოცე ერთი მე მორჩა კარგად იყავი მეტყო და 1-2 კვირის მერე მაინც ფიქრობ შენზე ლამაზო ქალო დამირეკავ და ბოლოს ოპერაში დამპატიჟა და იქ მოიქცა ძალიან რომანტიულად და უკვე გალანტურად და მე ნელ-ნელა მეც მოვიხიბე. ნიფტი რომ სხვადასხვა გზნობები უკვე ავიდა. ხო, ცოტას მრავალფეროვანი იყო, შეეძლო ესე წყაროზე წაეყვანე და ზურგი დაებანინებინა, შეეძლო ძალიან რომანტიული საღამო მოეწყო. აი ეგრე მოაწყობს, ბევრს მოაწყობს ეგეთ საღამოებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ესეთი მეუღლე გვერდით და ესეთი მზრუნველი და მოსიყვარული ადამიანი. ქალბატონო თინა. ხელი მეტკინა. თქვენ კახელი ბრძანდებით და არ გამიბრასდეთ. უნდა შეგეკეთოთ. აბა მინდა. ამ წლების განმავლობაში არ გინდოდათ რაღაც თქვენს გვერდით მამაკაცი ყოფილიყო? საიდან მოვიდანეთ ახლა ეს? ეს ხელი მტკივა. ეცა. აი აქ მაქვს მხარი მოტეხილი, აი აქ. აკა. კი და მე მოვიდოდა მამაკაცი გეტყოდა თინიკო ჩემო. მე კაცი მატკინდა მაგათი. თქვენ აი ბოლო დროს გქონდათ მარჯანიშვილის თეატრში 12 აპრილს გქონდა კარგი საღამო. ეკა კვალიაშვილმა იმღერა თავის საღამოზე კიდე თქვენი წინვალე ლექსე სიმღერა. საქართველოში ქართველები არ აკვდებიან. ბოლო კუპლეტს ვიტყვი რა, იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ჩემი ორი ლექსი ვიცი ზეპირად. ხო გვაქვს აქ. ხმალი ავლესოთ ქართველებო ვიცი, მეშლება ისიც აღმაშენებელი თბილის მომზადება ეს ვიცი და რაღაცა და აი ეს მთავარი რაც არის სამაჩაბლოში ენძელები გაფიქრებულან, გარინდებულან, ქართველები საქართველოში ქართველები არ აკვდებიან, იბადებიან ქართველები საქართველოში. აი ამან ატირა ხალხი და მთელი ფილარმონიაში და მახსოვს ფილარმონიაში თქვენ იყავით ხო და ეს იყო რაღაც სასაული და გაიმეორეთ ეს ფილარმონიაში გამეორება სიმღერების რაღაც არ მახსოვს კი არა და აი ხმალი ამბობთ ქართველებს რამდენი წარმატებავდა, მაგრამ გამეორება არ მახსოვს რაღაც და ხალხი გაგიჟდა, დაანგრიეს იქავრება. ეკა მწყინვალეთი მღერა ძალიან გაგვიმართლა დამნაშავე ამაში ყველაფერში ვახო ხუზმიაშვილი, რო არ აღნიშნოთ ვახო არ შეიძლება, იმიტომ რომ ჯერ ვახო მე გადამეკიდა დაწერე რა, გაწერე კარგი ლექსი გვინდა, კაიგი სიმღერისთვის, არ გინდა კარგი ახალი სიმღერა. ხო და მოკლედ მე ეს ლექსი ეკას
დაწერე რა დაწერე. კარგი სიმღერა არ გინდა რომ გქონდესო და ეს იყო რაღაც საოცარი. კარგზე კარგი ხო, გამოვიდა. არის მართლა დიდი წარმატება მიიღო ეკამ, სხვა შორის და მეც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ორივე ქალბატონი არის ნიჭიერები, ბედნიერები და პირველ რიგში ქალები. მიუხედავად ძალიან რთული ცხოვრებისა, ქალბატონ თინას ეხლა რო დაიწყოს რა გადაიტანა დევნილობით, ციხეში, ტერორში და მაგრამ გენიალურად დუმბაძეს აქვს, კაცო, ქვეყანა თუ ინგრეოდა, ომი თუ შერაღა შესაძოდაო, მაგრამ აი სიყვარულზე დავწერო ლექსი რომ ამბობ ზურიკელა, დაახლოებით ეგეთია. სიყვარული მაინც დომინანტია ჩვენ ცხოვრებაში. ეს იქნება სამშობლოს სიყვარული, ეს იქნება მამაკაცის, ქალის სიყვარულია ყველაფრის ღვთის და ღმერთის და ქვეყნის. აი რომ არავინ არ მიყვარს მამაკაცი, იმიტომაც არის დიდი ხანი ალექსი არ დამიწერია. სამაგიეროდ საქართველოს ხომ მიყვარს. რა თქმა უნდა, საქართველოზე თქვენ რო ჰიმნები გაქვთ დაწერილი. საქართველოზე გაქვთ შესანიშნავი. მაგრამ მე მაქვს ისეთი ლექსი საქართველოს სიყვარულის სიმფონია ქვია. მე ამ წიგნს ახლა დიდად ვერ ვარიგებ, მაგრამ აუცილებლად გაჩვენებ თქვენ. პირველივე ლექსი სიყვარულის სიმფონია წაიკითხავ და მიხვდებით თუ რა აი ჩემზე ხშირად ამბობენ რომ პატრიოტული ლექსები და მარტო ეგრე არ არის. მე მაქვს შექმნილი ჯორჯ ბაირონზე შეყვარებული ქალბატონების არაჩვეულებრივი პოეზია. ერთი ქალბატონი იყო ლედი კარალინა ლემო. აი მაგანმა ყველაზე მეტად მაგან გამაწვავა. ესენი ყველანი მორჩილი გმირები. მე არ მაწუხებდნენ ისე მუშაობდი და ეს კაროლინა რო წამოვწებოდი იმ წუთში დამესხმებოდა. ძალიან მაგარი ქალი. მესხოდა თავს წამოხტებოდი და სულ ვეუბნები ეს გიჟი რო ძუნ მოვიშორო თავიდან და რო დავწერე ეს აი კაროლიას რამდენიმე ლექსი მაქვს შექმნილი და დამანება თავი წავიდა. შეგეშვა. ქალბატონ თინათინზე დავამატებ რაღაცას. მის უშიშრობაზე ერთ-ერთი თვისება კიდე წარმოიდგინეთ 90-იანი წლების შავბნელ პერიოდში აქ სამოქალაქო ომია, დევნილობა, რუსეთი მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ და ჩეჩნეთის მიმართ. ჩეჩნეთს ამბობენ რომ სეპარატისტები არიან იქ და მე ამ დროს ჩეჩნეთისთვის ლექსებს ქალბატონი თინათინი თბილისიდან გროზნოში მიდიოდა და მოდიოდა უშიშრად აი იმ დროს, აი ამ გზას და ლექსები ვაინახები დავწერე ლექსი რომელიც შემდეგ ლონდონის მთარგმნელობით ყველაზე ცნობილ მთარგმნელობით ცენტრში ითარგმნა. მართალია ქართული ეს ჩვენი ტოპონიმები ამოღებულია და ითარგმნა საერთოდ რამდენჯერმე და შემდეგ შევიდა აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის პოეზიის ანთოლოგიაში ის ლექსი. ეს შემდგომ დამოუკიდებლად თვითონ იარა. საერთოდ ისიც რა არის მე პატრონი ბჭყალებში არასოდეს არ მყოლია. ჩემი ლექსები არიან ძალიან მოხერხებულები. თავისივე პატრონი. თვითონ ეპატრონებიან საკუთარ თავისივე თავის პატრონებიან თქვენი ლექსები. თავის თვითონ ულიან. რა ქნან აბა. მე ვერ გამომიყენეს. აი ახლა კიდე დრო მოვიდა უკვე დაგემოვნების, რაც მოვამზადეთ. დაგემოვნების დრო დადგა, მაგრამ მამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ტექნიკა რომელსაც ვიყენებდით, ეს არის შესანიშნავი გერმანული ბრენდი, არშია, რომელიც უკვე 24 წელი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის წვრილ საყოფაცხოვრებლო ტექნიკასა და ჭურჭელს. ბრენდი 40-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოში. ძალიან დაგვეხმარა სხვათა შორის. ნახეთ და ძალიან კარგად მუშაობს. აი ახლა კი მოვიდა ესეთი მომენტი, სულ მოკლე დროში გვექნება და ეს არის დაგემოვნება კულინარიულ დუელში. ვიწყებ დაგემოვნებას, უკვე ნახეთ როგორ გამოიყურებიან ეს კერძები ლამაზად, კარგი სურნელი მოდის, ესეთი როდესაც გაფორმებულია კარგად ორივე სისხლდაშორის, შენ თვალებს ნუ პრაწავ მამ. დავნა, იცოდე არ მეც ვიცი თვალების დაპრაცა. ესეც ორივე კახელები ვარ. რა თქმა უნდა, ჩვენი კოკა-კოლა, რომელიც არის ჩვენი სპონსორი, აქ არის როგორც კლასიკური ისე უშაქრო და ახალი ალუბლით არის. მე ძალიან მიყვარს და აუცილებლად როცა გავსინჯათ, დავაგემოვნოთ კიდევ ერთხელ. მანამდე კი მოვიწვიოთ ჩვენი შეფზარეულები და აბა კონკურენტებო, ვერდიქტი გამოვიტანთ შემდგომ, აბა როგორი ლამაზია, წითელი ფერით, აფრებიანი ლამაზი. ესე გაგიმზადეთ. შვენიერი, მადლობა.
მე ჩემ კერძით გაგიმასპინძლდებით. ძალიან გემრიელი გამოვიდა, მე უკვე ორჯერ გავსინჯე. ეს არის ქართული აპეტაიზერი, ხო? კანაპეს მადის აღმძვრელი. სტილში, მადის აღმძვრელი და ნამდვილად აღძრავს მადას, ძალიან გემრიელი, კარგად შეზავებულია და მე მგონი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფხალი გახდება გოგრის ფხალი, იმიტომ რომ არის სუბუქი, ჯანსაღი, სუბუქი და რაღაცა, გემრიელი. ხო, ისეთი სუბუქად მისართმევი აპეტაიზერი. რაც შეეხება ჩვენს კერძს, რაც მე და ქალბატონმა ანამ მოვამზადეთ, როგორიც უნდა იყოს იდეალური რიზოტო, იდეალური გოგრის რიზოტო, ზუსტად ესე 10-იანზე შევასრულეთ. გემოც ეს ანუ გემოების ბალანსი, სტრუქტურა და ასე შემდეგ არის იდეალური. არ მიყვარს ჩემი თავის ქება, მაგრამ მეც ვიტყვი 1-2 სიტყვას. შენ უნდა თქვა, თუ შეიძლება. გაძლევთ არის ნებას. ძალიან მართლა ძალიან კაია რიზოტო, აი ესეთია დაბალანსებული, რიზოტო. რბილი გემოები მოდის, ბრინჯი, ანუ რიზოტოში რაც ყველაზე მთავარია, ბრინჯის დამზადების კონდიცია. ხო, რა, ის ტექსტურა, რომ უნდა იყოს ალდენტე, ეგრეთ წოდებული არის ალდენტე და ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩვენ კერძს, ქართული კერძია, თანამედროვეა ესე ვთქვათ. კი, არა, მადის აღძვრელია მართლა და ორიგინალურია, მაგაში დამზადებული. ძალიან სასიამოვნო კრემოვანი სტრუქტურა ხო. აქვს და აი ესეთი ამდენი ინგრედიენტი. არც ესეც აეროვანია, ჭამ და არ გაწუხებს რაღაცნაირად, შეგიძლია რომ ერთი მთლიანი კებში ჰარმონია, ჭამო ნამდვილი მარტო. ჰარმონია. ჯერ უნდა აპეტაიზერი შევჭამოთ, მივირჩვათ, დავამატოთ კერძი. ჩვენი მთავარი კერძი და გოგრის ორივე სიმფონია ერთად შეიძლება ძალიან ითქვას. დესერტი გვინდა, დესერტი ახლა და ქალბატონმა თინათინმა დაარქვა გოგრის სიმფონია. ნამდვილად სიმფონია, ორივე კერძი. მეც გავსინჯე, ორივე ძალიან მომეწონა. შეფების შეფასებას ვერ დავამატებ ვერაფერს, იმიტომ რომ მეც ძალიან მეჩვენა რომ მოულოდნელიც იყო ძალიან კარგი, ძალიან მომეწონა ის გოგრის წერეთლის ეგრეთ წოდებული ხო? მწვადი. და ფერწერულია ძალიან. და აქ ხო საერთოდ თუ შეიძლებოდა გოგრა ნიგოზში და ესეთი ბადრიჯანი შეიძლება ტორტსაც აგავს რა. დესერტსაც ნუ გავს. დაარქვით სიმფონია. სიმფონია. აი ახლა უნდა გამოვაცხადო გამარჯვებული. შვენიერი. ორი მშვენიერი ქალბატონი, ეს დუელია და ამიტომ გამარჯვებული უნდა იყოს. ორი ულამაზესი ნიჭიერი და სიყვარულის, მოდი ეს ერთგული ადამიანები. სამშობლოს მე სიყვარული. თავს ვცნობ დამარცხებულად პირველად ცხოვრებაში ანას ვთმობ დამარცხებულად. არავინ არ არის დამარცხებული, გაიმარჯვა. სიყვარული. ჩემო, გადაცემა. მართალია. აი, ასე შესანიშნავ ქალბატონებს რო გიმასპინძლეთ. მომბრძანდით გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. რომ იყავით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა რომ ბრძანდებოდით ჩემი სტუმარი და კიდევ ერთხელ გილოცავთ საპატიო მოქალაქეობას. დიდი კიდევ მადლობა. სიყვარულს და გამძლეობას. გაკოცეთ. დიდი მადლობა. მომავალ შაბათამდე.